მოგესალმებით მეგობრებო, დღევანდელ ვიდეოში ვისაუბრებ თუ როგორ დავრეგისტრირდეთ ვაკანსიების საიტზე, მასწავლებლთა ვაკანსიების საიტზე TeacherJobs-ზე. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენს ჯგუფში ხშირად ისმოდა საკითხთან დაკავშირებით კითხვები, შევეცდები ამ ვიდეოში კონკრეტულად და დეტალურად ახსნა საჭირო საფუძვლები, რომლებიც აუცილებელია ვაკანსიების საიტზე დასარეგისტრირებლად. პირველ რიგში გავხსნათ ზემომისი მისამართი ვაკანსიების საიტი. ვაკანსიების საიტის მისამართი არის მასწავლებლთა ვაკანსიების ვებგვერდში TeacherJobs.g. ვაწოდოთ relax. შემდეგ ვიხსენთ ეს პანჯარას, სადაც ეს კოლონში მოცემული არის შემდეგი გრაფები, ვაკანსიები, მასწავლებლების მაძიებელი, ვაკანსიის დამატება, კითხვა-პასუხი და დაგვიკავშირდით. ამ მომენტისთვის დასაკვირველი არის ვაკანსიებზე. შესაბამისად, თქვენ მიხედავთ ამ მომენტისთვის საქართველოში არსებულ ვაკანსიებს მასწავლებლებისთვის. თქვენ დარეგისტრირების გარეშე შეგიძლიათ იპოვოთ ვაკანსია არის თუ არა გქონდეს სასურველი, აქ მიაკუთვნებთ თქვენს თანამდებობას, მასწავლებელი, სულ დირექტორი, თანამდებელი, დარაჯი, ბუღალტერი და ასე შემდეგ. შემდეგ ვიქნებით სასურველ წარმოებულ ჯგუფს, რაღაც. შემდეგ კლას, რომ კლასში წკნევთ ვაკანსია და ასევე ვიქნებით სკოლას. ბოლოს ვიქნებით რაიონს. შემდეგ აწვევით ძიებას და თუ არსებობს თქვენთვის სასურველი პარამეტრების მიხედვით ვაკანსია, ამოგვიყვეთ თქვენ. ხშირად არის ხოლმე შეკითხვა მასწავლებლების მაძიებლების მხრიდან, როგორ დარეგისტრირდნენ ვაკანსიების საიტზე მაძიებლად. ამ მომენტში გავაკეთებ მასწავლებლების მაძიებლის რეგისტრაციას. ამისთვის უნდა ავირჩიოთ ეს მასწავლებლების მაძიებელი. შემდეგ გამოაქვს ისეთი პანჯარა. ან უნდა გავიაროთ ავტორიზაცია, ან თუ დარეგისტრირებულები არ ვართ, უნდა გავიაროთ რეგისტრაცია. როდესაც დავწოდით რეგისტრაციას, გვეუბნება და ავირჩიოთ ვართ საქართველოს მოქალაქე თუ არ ვართ საქართველოს მოქალაქე. ავირჩიოთ რომ ვართ საქართველოს მოქალაქე. შემდეგ გვყავს პირად ნომერს. ჩავწერთ პირად ნომერს. ქვემოთ დაბადების თარიღს, თუმცა ჩემი პირადი ნომერის დაბადების თარიღის ჩაწერას არ აქვს აზრი, იმიტომ რომ უკვე დარეგისტრირებული ვარ ამ ვაკანსიების საიტზე. პირადი ნომერის დაბადების თარიღის ჩაწერის შემდეგ უკვე სხვა პირადი ნომერების ჩაწერას გთხოვთ და ძალიან მარტივად არის შესაძლებელი დარეგისტრირება. გამომდინარე იქიდან, რომ უკვე დარეგისტრირებული ვარ, თქვენ როდესაც დარეგისტრირდებით, იქნება თქვენი მოხმარებლის სახელი და პაროლი, რომელთაც გაივლის ავტორიზაციას მასწავლებლის მაძიებლის ველში. შესვლას დავაჭერ და შედივარ ჩემს პირად გვერდზე. ეს პირველად რასაც ხედავთ, ის არის პერსონალური ინფორმაცია, სადაც მოცემულია პირადი ნომერი, სახელდაგვარი, ელექტრონული მისამართი, დაბადების თარიღის სქესი, ფაქტობრივი მისამართი. შემდეგ უკვე იწყება ჩვენი პროფესია, დიპლომით მინიჭებული სპეციალობა უნდა შევავსოთ. შემდეგ ის სამი ბელი არის აუცილებლად შესავსები. აქ საჭირო არის PDF ვერსია დასკანირებული ავტვირთოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის. როგორ ხდება დოკუმენტის ატვირთვა, ვაწოდით ფაილის არჩევას. შემდეგ მაგალითად დისკრიპტზე გვექნება სასურველი PDF პირადობის მოწოდებით დასკანირებული ვარიანტი. შემდეგ დავაჭერთ Open და გამოჩნდება ჩვენთვის სასურველი დოკუმენტი, აი ეს პირადობის სახით. ასევე აუცილებელია უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის სკანირებული ვერსია და იმ შემთხვევაში თუ ჩაბარებული გვაქვთ მასწავლებლთა სერტიფიკაცია გამოცდა, შეგვიძლია ან
საბავშვო დასკანერებული სახით ან თითო უშუალოდ ერთი ლინკით. შემდეგ ვაწვევით შენახვას. ამით პერსონალური ინფორმაციის შესება დასრულებულია. შემდეგი აუცილებელი არის სამუშაო გამოცდილების შესება. სამუშაო გამოცდილების არსებობის შემთხვევაში ძალიან მარტივად შეგვიძლია შევახსოვთ ეს პლუს ნიშნის დახმარებით ვამატებთ სამუშაო გამოცდილების დროს ბუდჯეტის ორგანიზაციის დასახელებას, სადაც მუშაობთ, შემდეგ პოზიციას, დაწყების თარიღს, დასრულების თარიღს და მოკლედ აღწერთ თუ რა საქმიანობას ხორციელებით აღნიშნულ თანამდებობაზე. შემდეგი ასე ვთქვათ შესავსები ველი ის არის სასურველი სკოლა და თანამდებობა. ამ გრაფაში ვუთითებთ ჩვენი კვალიფიციის შესაბამისად მასწავლებელი ვართ მასწავლებლების მაძიებელი. შემდეგ ვუთითებთ რომელ რეგიონში გსურს მასწავლებლად მუშაობა, ჩემ შემთხვევაში არჩეული მაქვს თბილისი. გვერდით გრაფაში ვუთითებთ რეგიონს, სადაც გსურს მუშაობის დაწყება. ასევე ვუთითებთ რომელი ტიპის სკოლაში გსურს მუშაობა, ჩემ შემთხვევაში საჯარო მაქვს არჩეული, თუმცა თქვენ შეგვიძლიათ ასევე კერძოს არჩევა. ასევე აქ შეგვიძლია მივიდეთ სექტორი, ქართული, აზერბაიჯანული და სომხური, ასევე რუსული სექტორის არჩევაც შეგვიძლია და ეს არის იმ სკოლების ჩამონათვალი, რომლებშიც გავგზავნენ ვაკანსიები ზაფხულში. ახლომდებარე სკოლები გვდანი ნაწილობებისა და დიდება ჩხუბურეთის მასშტაბით. აირჩიეთ უკვე ამ გრაფაში ვირჩევთ თანამდებობას, რომელზეც გსურს მუშაობა, ეს არის თანამდებობის მასწავლებლებს ვუთითებთ, თანამდებობას მაძიებელ მასწავლებლებს, საგანი შესასვლელ საგანს ვუთითებთ, ჩემ შემთხვევაში სკოლა წაბითების მასწავლებელი, ასევე შეგვიძლია დავწეროთ სამის არჩევაც. თუ გსურს რომ ვაკანსიების შესახებ შეყოლება მიიღოთ პროცესზე, შეგვიძლია მოწიჭოს რომ ვეთანხმებით, ასევე ამ გვერდის მოწიჭვით შეგვიძლია ვაცილოთ რომ ვაკანსიის გამოსვლის შემთხვევაში სკოლამ შეძლოს ჩვენი პერსონალური გვერდის დათვალიერება. შემდეგ ვაწვევით აუცილებლად შენახვას, რათა ჩვენი მონაცემები შეინახოს. შემდეგი და აუცილებელი გრაფაც გამოცდები და мотивация. ეს უნდა შევეცოთ ჩვენი განსხვავებული გამომდინარე, თუ გვაქვს ჩავარებული სამინდრო გამოცდა ნიშნავთ დიახს, თუ არ გვაქვს არას. ასევე უნდა მივხვდეთ, რომელ საგანში გვაქვს სერტიფიცირება არსებული შემთხვევაში, თუ გვაქვს პროფესიონალების გამოცდა ჩაბარებული, ვუთითებთ, ხშირ შემთხვევაში ალბათ არ იქნება პასუხი, რადგან მიმზიდვებს ამ პროექტის არ უფლება პროფესიონალების გამოცდა გასვლის. გასული ვარ სამინდრო გამოცდის დაავადების შედეგს, თუ ესეთი მსგავსი არის, უნდა მოვნიშნოთ დიახ, თუმცა ჩემ შემთხვევაში არ იყო, იმიტომ რომ უკვე ვიცოდი პასუხი. აუცილებელი ველი არის აგრეთვე სამოტივაციო წერილის შევსება. სამოტივაციო წერილი ეს არის ის ინფორმაცია, რომელიც თქვა პერსონალური ინფორმაციაც დება, ეს არის თქვენი мотивация, ასევე თქვენი მიღწევები, თქვენი ასე ვთქვათ სურვილი, ენთუზიაზმი, რატომ გსურთ ამ პროფესიაში ყოფნა, რას გააკეთებდით მშრალ პროფესიაში განვითარებისთვის, არსებული ფორმის შესასვლელად და რამდენადმე მზად ხართ მაქსიმალურად ჩაერთოთ ამ პროფესიაში მიმდინარე მომენტებში. ასე ვთქვათ, ეს არის ჩემი სამოტივაციო წერილი, სადაც დასაწყისში ვსაუბრობ, რომ როცა ნახე ვაკანსია, შემდეგ უკვე ვასახელებ ჩემს მიღწევებს და უკვე შემდეგ ვსაუბრობ, რომ გამოიწვია პედაგოგისადმი ჩემი ინტერესი, რა არის ჩემი მთავარი ამოცანა და რატომ გადაწყვიტე აღნიშნულ სფეროში მოღვაწეობა, ასე ვთქვათ, აუცილებელია შენახვას დავჭიროთ. ამით ჩვენი პერსონალური მონაცემების შევსება დასრულებულია, ასე სამუშაო გამოცდილების ყველა გრაფა შევსებულია. კიდევ ერთი დეტალი, თუ ყველა გრაფა ის 4 გრაფა პერსონალური ინფორმაცია, სამუშაო გამოცდილება, სასურველი სკოლა, თანამდებობა და გამოცდები და мотивация შევსებული არ გვაქვს, სასურველ ვაკანსიებზე გაგზავნას ვერ შევძლებთ მოთხოვნას. ამიტომ ყურადღებით შეავსეთ ყველა
შევსებისა და შენახვის შემდეგ გადავდივართ უკვე სასურველ ვაკანსიებში, სადაც უკვე მხოლოდ იმ ვაკანსიებს გვიგდებს, რომლებიც მოვნიშნეთ რეგიონისა და სკოლების მიხედვით. როგორც ხედავ, აი ესეთი ვაკანსიები არის აქ გამოჩენილი. ჩემ შემთხვევაში ზაფხულში ამიყვანეს 59 საჯარო სკოლაში შესაბამისად ამ გრაფის გასწრებ არის მითითებული კი გასაუბრებაზე ყავდაბარები და შემდეგ ამიყვანეს. კარგით, ერთ-ერთ ვაკანსიაზე შევიდეთ, მაგალითად დაწყებითის მასწავლებლები და ნახოთ როგორ გამოიყურება ვაკანსია. ეს ერთ-ერთი ვაკანსია, რომელსაც 79 საჯარო სკოლას ჰქონდა, მითითებული იყო ყველა დეტალი ხელფასთან დაწყებული, ფასთან თარებული, ასევე ის აუცილებელი მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს, ასე ვთქვათ, მასწავლებელი. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ამ ვაკანსიებზე დასრულებულია მოთხოვნის გაგზავნა, ჩვენ შეგვიძლია შევიდეთ სხვა ვაკანსიებში და ვიპოვოთ ჩვენთვის სასურველი რომელიმე. როგორ შევძლებთ ახლა გაჩვენებთ, როგორ შეგვიძლია გავგზავნოთ მოთხოვნა სასურველ ვაკანსიაზე. აი ეს მაგალითისთვის შემთხვევით ამორჩი ესეთი ვაკანსია 67 საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებლებზე, რაც ნადირობის პლანეტარი შესაძლებელი, თუმცა არის ასე ვთქვათ საკვალიფიკაციო მოთხოვნები ჩამოთვლილი. ბოლო თარიღი 27 თებერვალი და აი ქრომეთა მხარისმეტად მოთხოვნის გაგზავნას. მოთხოვნის გაგზავნის შემთხვევაში ჩვენ ვაგზავნით ვაკანსიაზე ჩვენს მოთხოვნას, შემდეგ ჩვენი მოთხოვნების სკოლაში ისინი განიხილავენ, შემდეგ ხდება პირველადი გადარჩევა მონაცემების, თუ თქვა ჩვენმა ინფორმაციამ დააკმაყოფილა პირველადი შერჩევა კარიერა დაგუბრებით გასაუბრებაზე უკვე უშუალოდ ხდება ინტერვიუს მეთოდის გამოყენება და უკვე მოდის შემდეგ მოსდით პასუხი. ვაკანსიების საიტზე რეგისტრაციასთან დაკავშირებით სულ ის იყო. სხვა საიტებთან დაკავშირებით, სხვა ინფორმაციებთან დაკავშირებით მოგვიანებით შემოგთავაზებთ ისევ საინტერესო ვიდეოებში. თუ მოგეწონათ ვიდეო, აუცილებლად გეკითხულობთ გამოხმაურებას, მაგრამ მაინტერესებს მოგეწონათ თუ არა და თუ ჩავწერო სხვა ვიდეოებიც მსგავსი ტიპის. მადლობა, გეშველებით მომდევნო